მე მივესალმები ახლა ბატონ გიორგი თავდგირიძეს მოგესალმებით ორგანიზაცია ფარი დიმა ბატონ გიორგი დაბრძანდით თქვენთან განვაგრძობ საუბარს სწორედ მადლობა ბატონ დიმა თქვენთან განვაგრძობ საუბარს სწორედ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე რაც საერთაშორისო კონტექსტის არის მნიშვნელოვანი და ჩვენთვისაც რამდენად იცვლება კონიუნქტურა მსოფლიოში და რუსეთის ჩანს გარდაუვალი ტაქტიკური არა მხოლოდ სტრატეგიული არამედ ტაქტიკური მარცხიც კი რამდენად ჩაიყოლებს ქართულ ოცნებას იმ სამარეში რომელშიც რუსეთი როგორც ქვეყანა როგორც მოთამაშე მის დღევანდელი ხელისუფლება თუ გლევოთ ასე ვიტყვი აღმოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს არ არის მოკლევადიანი პერსპექტივა მაგრამ ეს არის გარდაუვალი რეალობა რომელშიც როგორც ჩანს რუსეთი აღმოჩნდება კი ბატონო, ზუსტად ეს ლოგიკაა და ეს გავშალოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ოცნება სანამ ვინმე ჩაიყოლებს, ჩვენ ოცნება უნდა დავამარცხოთ და გამოდენოთ ქართული პოლიტიკიდან უკვე სექტემბერ-ოქტომბერში. როგორ ეს უამრავი გზა არსებობს, უბრალოდ ჩვენ უნდა მოვინდომოთ, აქ საუბარია იგივე პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც სამწუხაროდ ამას ჯერჯერობით იმედი მაქვს, რომ სექტემბერში უფრო მეტ სერიოზულობას დავინახავ და ზუსტად ესე დანახვას დავინახავ საკითხს, იმიტომ რომ თუ ვიზო რეჟიმი ამოქმედა, თუ ქართულ მოსახლეობას გაუჭირდა, ვინმეს ტყუილად აქვს იმედი, რომ მოსახლეობა, აშფოთებული მოსახლეობა ოცნებას განდევნის და მერე გამზადებულ ტახტზე დაპატიჟებს რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს სისტემა ესე არ მუშაობს. უყურეთ, მე რაც მომისმენია და რაც სამწუხაროდ ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური ელიტა არაადამიანური გაგებით, რომ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა არ აქვს. ისინი ამას უყურებენ როგორც სქემას, რომ ერთი წავა, მეორე მოვა. ეს სქემა არ არის, ეს არის გაჭირებული ადამიანი, მშიერი ადამიანი, რომელიც სახში მარტო რჩება და არავინ არ იცის ეს ადამიანი ვიზე გაბრაზდება და როგორ გაბრაზდება. უყურეთ, ახლა სქემის მავნებლობა და უტვინობა რაშია თუ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ადამიანი აღშფოთდება და გამოვა რუსთაველზე და ეს ერთჯერად აქცია აქვს იმედი, როდესაც 3 თვის განმავლობაში და მეტი თვის განმავლობაში 300,000-მდე ადამიანი იდგა რუსთაველზე. ეხლა რა ევროლიბერალიზაციის შეფერხების შემთხვევაში 310,000 იმას ელოდებიან და მერე სიტუაცია სხვანაირად იქნება. აქ ერთ რაღაცაზე საუბარი, რომ ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ფხა კომპეტენცია, რომ ემართა პროტესტი, ხო მარტივი თემაა. იმის მაგივრად ოპოზიციას არც ჰქონდა იმ ხანად ყოველ შემთხვევაში, მე მგონი რომ ახლა გაუმჯობესებულია მისი დობის ვოტობი, თუმცა შესაძლოა ვწდები კიდეც, იმ ხანად მას არ ჰქონდა დობა იმ საზოგადოებაში, იმ 300,000 მოქალაქეში, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერ იანვარში განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ და ოპოზიციას ბუნებრივად ასე ვიტყვი, მაინც და მაინც კი არ გეკამათებით, მაგრამ ბუნებრივად ის იყო ცოტა მიჩუმებული, იმიტომ რომ რამდენი ოპოზიციონერმა სადა თითქოს ტრიბუნა არც იყო, მაგრამ აი ცოტა აქტიური ყოფილიყო, იქ საზოგადოებამ ეს ოპოზიცია არ მიიღო, არ ვიცი, დამარცხებული 26 ოქტომბერს, არ დამარცხებული ოქტომბერს, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? არ მიიღო თითქოს მიუღებელი, მაგრამ ახლა რა მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა ოპოზიციის ცალკეულ ლიდერების მიმართ წინააღმდეგ, გულისხმობ მათ დაპატიმრებას, მე მგონია, შესაძლოა ვწდები, რომ ნდობა ამ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პროცესის მიმართ, როგორც ასეთის, დაბრუნდა, ცოტა მაინც, ცოტა აღდგა, შესაძლოა ვწდები, არ ვიცი, მიპასუხეთ. ხო, უყურეთ, თუ ისევე ის გაბრექილი პოლიტიკოსი ისე გაიბრიქება, როგორც იბრიქებოდა, არავინარი ნდობა არ აღდგება, ამას უნდა მუშაობა. ანუ თუ, რა ვიცი, თემზე დაჭერება ვისაც უნდა, მან ფეხი უნდა დაისველოს, თუ ფეხის დასველება არ გინდა, ხო? აი თეთრ ხელთათმანიანობა არ გამოდის თუ ამას დიახ. დიახ. ეს არის მარტივი, ხო? მოლოდინები იყო ყოველთვის. აი რამდენჯერმეც პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაც თუნდაც აი ბოლო პერიოდში აქცია მოაწყვეს 26 მაისს, 31 მარტს. მოლოდინი მაინც იყო, რომ პრეზიდენტი, რომელიც შეგულიანებული იქნებოდა ან რაღაც პოლიტიკურ პარტიებთან იქნებოდა დალაგებული, რაღაც მნიშვნელოვანს იტყოდა და საგზაო რუკას მაინც მოგცემდა. აი თუ მითხარით რომელიმე პოლიტიკური საგზაო რუკა 4 ოქტომბრის საგზაო რუკაზე რო ვილაპარაკო 4 ოქტომბერი ეს არის მოლოდინი, ეს არავის ექსკლუზივი არ არის. ჩვენ 4 ოქტომბერს გამოვალთ, მაგრამ უყურეთ 4 ოქტომბერს ეს არის პროტესტი, რომელიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პიკს მიაღწიოს. ყველაფერს მუხჩაუხრილად ვიშრომებთ ამაზე, მაგრამ საგზაო რუკა, პოლიტიკური საგზაო რუკა დღესაც არ არსებობს. და იმის მაგივრად, რომ პოლიტიკოსები იჯდნენ ეხლა და ამ საგზაო რუკაზე კარგზე, ცუდზე მუშაობდნენ, აი ეს მუშაობა არ არის.
კლავ ემოციაზე დატვირთვა და კიდევ ერთხელ ეს ემოცია და ემოციაზე თამაში ძალიან ცუდად მიუბრუნდება ზოგიერთს, იმიტომ რომ როდესაც ემოციას არ ახლავს საგზაო რუკა, ეს ემოცია შემდეგ გამოდის ორთქლის სახით და ამას ხელისუფლება ახერხებს, იმიტომ მის სულგან დგას რუსი სპეცსამსახურები, რომლებიც ზუსტად იციან ორთქლის გამოშვების მართვა. და თუ შენ ამას არ უპირისპირებ გეგმებს, ხო? უყურეთ, ერთია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, იგივე ფარი, იგივე ერთობა და ესე შემდეგ, რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრონ, იმიტომ რომ პოლიტიკურ მომავალზე და პოლიტიკურ საგზაო რუკაზე და პასუხისმგებლობა უნდა იყოს პოლიტიკურმა ძალებმა. ნდობა რომ არ აგაკ ეს ნიშნავს რომ ვერ მუშაობ და არა იმას რომ აპრიორში ვიღაცას პოლიტიკას ზულს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ძალიან მარტივად ამყარებს ხოლმე იმედებს ამა თუ იმ ქარიზმატულ ლიდერზე, მიყვება მას და რა თქმა უნდა, როცა იმედგაცრუებულია, შემდეგ რაღაცა ძალიან ცუდად უბრუნებს ამ იმედგაცრუებას, მაგრამ რეალობაში თუ კი მუშაობ და რამდენიმე თუნდაც იგივე სააკაშვილი, ხო, თავის დროზე 2003 წელში მისი მუშაობის შედეგი იყო, ხო, და ნდობა აპრიორში ვიღაცამ სააკაშვილი კი არ მოითხოვა, მისმა მუშაობამ გამოიწვია გარკვეული ნდობა, რომელსაც მოიტანა ხავერდოვანი რევოლუცია. მაგრამ საგზაო რუკა იყო, არსებობდა და ვიცოდით რა და როგორ გაგვეკეთებინა. რაც შეეხება თქვენ თავარ შეკითხვას, რომელიც კონტექსტი, რომელიც არსებობს. მთელი კომიკურობა ამ სიტუაციის ის არის, რომ საერთაშორისო კონტექსტი არის ოცნების წინამდე მიმართული. იგივე კავკასიაში ოცნება იქცა მეხუთე ბორბლად, ხო? აქ ტენდენცია არის, რომ საუკუნოვანი მტრობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულდა. რუსეთი საერთოდ კოშმარულ სიზმარში რო ვერ წარმოიდგენდა, ისეთი რაღაც მოხდა. ერთ-ერთი ბერკეტი ამიერკავკასიაში სამართავად რომ ეს სამი ქვეყანა ერთად არასდროს არ დამდგარიყო, ის ზუსტად იყო ეს კონფლიქტი. საქართველოს მართალია ამ კონფლიქტის მონაწილე არ იყო, მაგრამ ის იძულებული იყო ნეიტრალიტეტი დაეცვა გარკვეულწილად და აი ეს ეკონომიკური, პოლიტიკური და ზოგადი ბმა რო რეგიონად ჩამოყალიბებულიყო, ვერ ხერხდებოდა და რუსეთი აქ გზნობდა როგორც თევზი წყალში. და ეხა მოხდა ზუსტად ის, რომ ჯერ ერთი ამერიკა შემოდის რეგიონში და ამერიკას მოყვება რეგიონში თურქეთი და ისრაელი, ანუ წარმოიდგინეთ ეს ორი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს აბალანსებს, ანუ თურქეთი კი არ შემოდის რეგიონში, თურქეთი და ისრაელი შემოდის რეგიონში, რომელიც ამერიკული პოლიტიკით იქნება ცოტა ცუდ ტერმინს ვამბობ, გაკონტროლებული, ანუ ეს კონტროლი ესე არ არის, როგორც რუსეთს წარმოუდგენია ვიღაცის თავზე როზის, არა, ეს არის ზუსტად დაბალანსება, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება და მშვიდობიანი, ესე რომ ვთქვათ, თანაარსებობა იმისთვის, რომ სადღაც შეიტანონ სტაბილურობა, მიიღონ ეკონომიკური სარგებელი, მოაწესრიგონ და თუ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაში რაღაც X თანხა არის შემოსავალი, როდესაც წესრიგდება 10 მაგად, 100 მაგად და რა ვიცი, ეს გეომეტრიული პროგრესი იზრდება დაალაგებასთან ერთად. ზუსტად ამ პროცესთან გვაქვს საქმე, რომელიც არის ჩრდილოეთ კავკასიელების ხსნაც, მათ შორის ირანისთვისაც ეს მნიშვნელოვანი თემაა. იმიტომ რომ თავის დროზე ირან-ოსმალეთის ცუდმა პოლიტიკამ ერთმანეთში გამოიწვია ის, რომ სამხრეთ ეკონომიკური სარტყელი გაქრა და ეკონომიკური სარტყელმა გადაინაცვლა ჩრდილოეთში. ჩრდილოეთი ამას იყენებდა ზუსტად იმ იმპერიად ჩამოყალიბდა, რომელსაც რუსული იმპერიის სახით ვიცნობდით, ხო? რო არ გაუქმებულიყო სამხრეთ იმპერია, როგორც კაციჭამიები იყვნენ იმ მოსკოვის ირგვლივ დასახლებული, ესე გაგრძელდებოდა. იმიტომ თანხა არ გაჩნდებოდა. ერთ-ერთი რაც ურდომ შეიტანა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოსკოვის ირგვლივ იყო, ეს არის ხარკის აკრეფის კულტურა, არანაირი ეკონომიკური იქ კულტურა და ცივილიზაცია არ შეუტანია მას. მერე როდესაც დაიწყო სამხრეთ ეკონომიკური სარტყელი მოიშალა ირანის და კიდევ ერთხელ თურქეთის გენიალური პოლიტიკის გამო, გერმანული პროექტი რომანოვების სახით შევიდა მოსკოვისა და ქვია რუსეთში და მოსკოვია იქცა რუსეთის იმპერიად. იმიტომ რომ გაჩნდა ეს სახსრები და ეს ფინანსური ნაკადებმა განაინაცვლეს რუსეთში. ეხლა ხდება უკუ პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ინერციით ძირითადი, ესე ვთქვათ, აბრეშუმის გზა მაინც რუსეთია, მარტო აბრეშუმის გზაზე არ არის. გზა ეს ერთ-ერთია. აქ საუბარია ეკონომიკურ სარტყელზე. უძლიერესი ქვეყნები, არაბული სამყარო, ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი, თურქეთი და ევროპა. ეს არის ის სარტყელი, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი ეკონომიკური და ამ სარტყელის აღდგენასთან გვაქვს ჩვენ საქმე. და ამის შემადგენელი ნაწილია კავკასიის, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი დერეფანის დაალაგება
მოწესრიგება, ტენდენცია ეს და აქ ოცნების არეული, კორუმპირებული, თეთრ ლაქებში დამრჩვალი და საკუთარი ახალგაზრდობის წინააღმდეგ ნარკოტიკები და არა მხოლოდ ნარკოტიკებით მებრძოლი რაღაც ბანდ ფორმირება არავის არ უნდა აქ იყოს. არავის არ უნდა რას ნიშნავს. თუ კავკასიის რეგიონზე ვისაუბრებ და კავკასიის რეგიონს გავყოფთ მესამედად, გიორგი, მეტნაკლებად თანაზომადი სახელმწიფოებია საბოლოო ჯამში საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი ოდნავ დიდი, აზერბაიჯანი ოდნავ პატარა თქვათ, კი არა, გვარიანად პატარა სომხეთი და ასე შემდეგ. თუ 2/13-ში შემოდის ხსენებული შეერთებული შტატები, თურქეთი და ისრაელი და ბალანსის პოლიტიკა, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთბალანსის პოლიტიკას მათ შორის ტრიპის, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლება, უსაფრთხოება, იქ აზერბაიჯანში შედის, თურქეთი აშენებს მძლავრ სამხედრო ბაზას და ბევრი ამბავია. საქართველოს როგორც ასეთი, როგორც შუა დერეფნის ნაწილი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ხო? შუა დერეფნის ამ განშტოების ნაწილი თუ გნებავთ ასე ვიტყვი. შეიძლება იყოს თუ არა ჩატოვებული დასავლეთის მიერ რუსულ გავლენაში, რომელსაც ყველაზე კარგად რასაკვირველი ასრულებს თუ აღასრულებს ბიძინა ივანიშვილი. მე მესმის რომ ქართულ ხალხზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მესმის რომ პოლიტიკოსებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ თავად შეერთებული შტატების ან დასავლეთის კოლექტიური, ხო, უგრებავ deep state-ის მეთქი, მნიშვნელობა არ აქვს, რას ვიტყვი. ინტერესი არის თუ არა ის, რომ რუსეთს არ მისცენ რევანშის შესაძლებლობა კავკასიის რეგიონში. უყურეთ, ხო, მე ცოტა გავამარტივებ თემას. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენზე ბევრი რაღაცა დამოკიდებული და ჩვენ ძალგვით ამ ყველაფრის ესე ვთქვათ აჩქარება, მაგრამ რეალობაში არავის არ უნდა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი გავლენებით, თუნდაც სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ჩრდილოეთ კავკასიაზე და ეს იყოს თეთრი ლაქა. ანუ აქ საჭიროა გარკვეული სტაბილური რეგიონი. უყურეთ, ბიზნესი ივანიშვილი ქმნის სტაბილურობას? არა, ვერ ქმნის სტაბილურობას. ივანიშვილი ზუსტად არის დესტაბილიზაცია, ხო? მან ვერ გამონახა საერთო ენა თავის ახალგაზრდობასთან. მან ვერ გამონახა საერთო ენა მის თავისუფალ საზოგადოებასთან. ვერ გამონახა საერთო ენა იგივე თავისუფალი სიტყვის ესე ვთქვათ მსახურებთან, ჟურნალისტებთან, ხო? ეს ის გავლენის ჯგუფები არის, რომელიც ქმნიან ამინც აქ. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიცაც ის ზემოქმედებს, ეს არის ერთი მხრივ პოლიცია და მეორე მხრივ ის ფინანსური შავი სქემები, რომელიც ზოგი ბინძურ ნავთობზეა დაყრდნობილი, ზოგი ნარკოტიკებზეა დაყრდნობილი. აქ ამდენი ნარკოტიკი, აბა, საიდან შემოდის? ეს მიზანმიმართული, ესე ვთქვათ, პოლიტიკა რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან, რომ ქართული ახალგაზრდების 90% ეს არის პროდასალურად განწყობილი, თავისუფლების მოყვარული და ამისთვის მებრძოლი ახალგაზრდები და ერთ-ერთი რითაც ის შეიძლება განდენოს, ეხლა მართლა ყველას ვერ გაყრის საქართველოსთან, ხო, ამ პროცესს ვერ დააჩქარებს. ამიტომ მის ერთ-ერთი დაჩქარების ბერკეტი არის ნარკოტიკი. იმიტომ გავისო საქართველოს დღეს ნარკოტიკით, იმიტომ არის ეს ცვალებადი პოლიტიკა ნარკოტიკების მიმართ. მაგრამ ეს იქით იყოს, გარდა ამისა, უყურეთ, რუსეთი უკვე შეეგუა კავკასიის დაკარგვას. გიუმრის ბაზა, რომელზეც მიდის ახლა საუბარი, ეს იქნება ბოლო მოხიკანი. რა თქმა უნდა, მან შეიძლება ფეხი აითრიოს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, მაგრამ უყურეთ, ეს სამკუთხედის გარეშე გიუმრი, ცხინვალი, აფხაზეთი, ხო? ნუ კი, ალბათ, რა ვიცი, ახლა შეიძლება ფული დახარჯო და მომავლისთვის რაღაცა შეინარჩუნო, მაგრამ ესე არ ხდება. ეხლა მან წააგო და თუ წააგო, მან უბრალოდ რომ ეხლა ოსი და აფხაზი შეინახოს, ან მისი დამოუკიდებლობა რამეთ აინტერესებდეს, არა. ის რა თქმა უნდა, ამ კარტს ჯერ კიდევ ათამაშებს, კიდე აქვს შანსი, მაგრამ უკვე ჩანს, რომ ტენდენცია არის იქითკენ, რომ ის აზერბაიჯანს და სომხეთს ვეღარ გაუმკლავდება. შესაბამისად, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი აქვს საქართველოს. ერთადერთი, ხო. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ან უარს ამბობს ამ ბრძოლაში, როგორც დამარცხებულ ბრძოლაში, ან იმ ბრძოლაში, სადაც მას ძალიან დიდი რისკები ელოდება, ან ის არის ან ის გადააკეთებს პოლიტიკას. სამიზნე, უკვე საქართველოს პირად საქმეში ჩარევა კი აღარ იქნება. ხო, ეს ხდება კავკასიის ან რეგიონალურ პირად საქმეში. კი, ანუ თავისი ერდოღანი და სხვები მონაწილეობენ თავისი ინტერესებით. კი ბატონო. გარდა ამისა, უყურეთ, აი ნიუანსი რა არის. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აზერბაიჯანის ან სომხეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგას რუსების დავალებით, მანამდე ის არის ჩვეულებრივი ერთი საქართველოში დიქტატორი თუ რა მნიშვნელობა აქვს, რომლის გადაყენება ქართველი ხალხის საქმეა. მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ხელს მოაწერს რაიმე ფორმით ჩაერთვება ამ
ესე ვთქვათ, ინტრიგაში ის არის საბრძოლო ობიექტი. ანუ ის არის მოწინააღმდეგე იმ დიდ ომში, იმ სისხლიან ომში, რომელიც მიდის დასავლეთს, რუსეთსა და რუსეთის უკანდგომეებს შორის. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს უკვე როგორც პოლიტიკოს კი არ მოეპყრობიან, არამედ როგორც მოწინააღმდეგეს, ასე რომ ის ისევე რისკავს თავის სიცოცხლეს, როგორც პუტინი ან როგორც ამ შეცდომა დავარქვათ ერთწუთს, მაგრამ შესაძლოა არ არის ეს სწორი ტერმინი. ამ ნაბიჯს გადაადგმევინებს რუსეთი მას რომელიღაც ეტაპზე, რომ მან დააფიქსიროს თავისი ღია კავკასიაში ანტიდასავლური პოზიცია. სომხეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეთქი ახლა ასე დავა კონკრეტულად. ხო, უფრო ესე ჯობია, იმიტომ რომ ანტიდასავლურს ისაც ახორციელებს, მაგრამ ის ზღვარს არ გადადის, ანტიდასავლურს იყენებს იმდენადად. არა, ნუ იმ ზღვარს როცა ანუ როცა ესე ვთქვათ, კანონები დადუნდებიან და იარაღები ამუშავდება. ხო, ანუ ის მაინც პროპაგანდის და როგორ გითხრათ, საკანონმდებლო დონეზე ან დემოკრატიის დარღვევის დონეზე პარლამენტობს ეს სიტყვა რომ გამოვიყენოთ, მაგრამ უხეშად არ არღვევს. ჯერჯერობით წითელი მას ემჩნევა რომ წითელი ხაზები აქვს. წითელი ხაზები არ გადაულახია ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვინდა შეიძლება პროპაგანდისტის ეს სათქმელია, მაგრამ რეალურად ასაც ქვია პოლიტიკური წითელი ხაზები ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ გადაულახია. თუმცა მან გააყიდა როგორც მოღალატემ, ესე რომ ვთქვათ, ყველაფერი გააყიდა საქართველოში რაც შეიძლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ როგორც დიქტატორს მას პოლიტიკაში წითელი ხაზები ჯერ არ გადაუკვეთია და რა არის წითელი ხაზები ალბათ აღარ ახსნი. ამიტომ ეს წითელი ხაზი მას აქვს რეგიონში მოქმედებაში და რამდენად გარისკავს რა ვიცი გარისკინებენ, გადაადგმევინებენ, გარისკავს. წაიყვანებენ, მის შვილებს წაიყვანებენ ძევლად. რა პრობლემაა? რუსეთი არის ჩვეულებრივი დიქტატორული იმპერია, რომელიც თავის ქართველი ანუ ეთნიკურად ქართველი საერთოდ არ აინტერესებს. რუსი პოლიტიკოსების, ოლიგარქების შვილებს იტოვებს მძევლად კი და ამით манипуლირებს. და არა მარტო ეხა ის იქნება წითელი ხაზების გადალახვა მისი მხრიდან, ხო? არა, მან ეხა თავის უსაფრთხოებას მან უნდა იფიქროს. მან კი ასაკვირველია, მარტო უსაფრთხოების კონტექსტში არ გეკითხებით მისი პერსონალური უსაფრთხოების კონტექსტში. მას არ ესმის ერთი რამე, რაც ესეთი აზრიც არსებობს და მე ნაწილობრივ ვიზიარებ. თუ ალიევი მისაღებია შენთვის დონალდ, თუ მისაღებია ბელარუსის ლიდერს დაელაპარაკა პრეზიდენტი ტრამპი, ხო? რატომ არა ვარ მისაღები მე შენთვის? რატომ არ არის მის მისაღები მისთვის? არა, ბიძინა, ეხა ალიევი და ლუკაშენკო არიან პოლიტიკოსები, რომელიცაც პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან, რომელმაც ეს დაალაგეს. ხო, უყურეთ, მათ ისინი დიქტატორები არიან, მაგრამ ამასთანავე ძლიერი პოლიტიკოსები არიან, ისინი ქმნიან ფაქტორებს და ამ ფაქტორების გამო მათ ითვალისწინებენ. ბიძინა ივანიშვილი არაფერ ფაქტორებს არ ქმნის. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის ზარქოვა და მოროშკინა. ეხლა ზარქოვა, მოროშკინა შექმნილი პოლიტიკა და შათირიშვილის რაღაცა ისა რა ქვია. ხო, ნუ ეხლა ეს ხო არასერიოზულია ეხლა. ანუ ბიძინა ივანიშვილი არ აღიქმება როგორც სერიოზული პოლიტიკოსი, ის ზუსტად ესე აღიქმება, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, მას ჰქონდა გარკვეული გავლენები და შეეძლო საქართველოში აი პოლიტიკური თამაშები ეთამაშა, მაგრამ ერთ დღესაც მან ქუდი დაიხურა და თქვა, მე პოლიტიკას აღარ ვთამაშობ. მე ვარ რუსეთის დავალებების შემსრულებელი და დაიწყო ხისტად შესრულება. და ხა რუს ჩინოვნიკთან პოლიტიკას არ აწარმოებენ არც ალიევი და არც ისა რა ქვია ბელარუსის დიქტატორი ლუკაშენკო არ არის რუსი ჩინოვნიკი. მათ თავიანთი პოლიტიკური წონა გააჩნიათ. ცუდი, კარგი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები არიან მეტნაკლებად და ისინი ამ წონას ქმნიან. რომლებსაც დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკა აქვთ, მეტნაკლებად პატივსაცემი არა იმიტომ რომ კარგი, არამედ იმიტომ რომ ვიღაც აღიქვამს ელაპარაკება. ლუკაშენკოს ელაპარაკება მაგალითად ტრამპი იმისთან დაკავშირებით, რომ 1300 თუ მეტი პოლიტიკმატიმარი ყავს და შეუნდა გაანთავისუფლოს. აქ კი აგზავნის ტრამპი წერილს თუ რუბიო აგზავნის, ხო? და ბიძინა ივანიშვილი კონვერტსაც არ ხსნის შიშით, რომ ემან რამე არ ეწეროს, რაც მისთვის დამაზიანებელი თუ ხო, შიში უკვე გვიან არის იმისთვის რა ქვია პუტინი იქით იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის. ბიძინა ივანიშვილისთვის შიშის პერიოდი გავლილია.
ეხა ამის რეალიზების ხანა რამდენ ხანს გაგრძელდება, ანუ როდის მიაკითხავს მას სახში ის რასაც მას ძალიან ეშინია, ეს ხო დროის ამბავია. მიაკითხავს მოსკოვიდან თუ არა მხოლოდ მოსკოვიდან, ან ამერიკიდან, ან მოსკოვიდან, ან ტანზანიიდან, მნიშვნელობა არა აქვს. ანუ ის იქცა ზედმეტ მოთამაშედ. ანუ ის ბიზნესმენების ინტერესაც, ანუ ის არც ერთი ჯგუფის ინტერესს აღარ წარმოადგენს, რომელიც როცა სერიოზული ბიძები ესე რომ ვთქვა დაჯდებიან და საუბრობენ. დიდი ბიჭები რო დასხდებიან, კი ბატონო. ხო, ესე რომ ვთქვა ვიღაცა იტყვის რომ მოდი ამასაც მოусმინოთ. მას არავინ არ მოусმენს. ერთ-ერთი ბოლო ვინც იყო, ვინც ამაზე ესე ვთქვათ მეტნაკლებად საუბრობდა, იყო ამერიკის ელჩი და მასთანაც კი სიტუაცია ანუ ბიზნეს აღარ აქვს ახალი კრიზისების შიდა პოლიტიკოსები რამდენად კარგად ყვენებენ ეგ სალკე თემაა, მაგრამ ახალი კრიზისების გადაგორების რესურსი ალბათ. ინერცია აქვს, რაც რესურსი აქვს, ამ რესურსს გამოიყენებს, ახალს ვერაფერს ვერ შემოგთავაზეს, იმიტომ ახალს ჭირდება ახალი იმპულსი და ახალი იმპულსი შეუძლია მხოლოდ რუსებმა მისცეს, მაგრამ რუსები სადაც იმპულსს მისცემენ და ძალაუფლებას შეენარჩუნებინებენ, ასევე მოთხოვენ რომ აზერბაიჯანის და სომხეთის წინააღმდეგ დაიკავოს ხისტი პოლიცია, ამიტომ რისკი და მიღებული ესე რომ ვთქვა ამაში დახმარება არ არის პროპორციული. ბოლო კითხვა, ბატონო გიორგი, როცა ქვეყანაში სიცრუე გეცნობათ ალბათ ტექსტის ძარცვა ღალატი უზნეობა ბატონობს ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალია რევოლუციონერობა ამას წერთ თქვენ. ანუ მივდივართ რევოლუციამდე, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს როგორც ჩანს ჩვენ ვერ გავუშვებთ, არ წავა თავად მარცხის შემთხვევაშიც კი არ წავა ჩაფრენილი ძალაუფლებაზე ფინანსებზე, შავფულზე, რავის ნეპოტიზმზე, ბანდიტიზმზე და ასე შემდეგ ნებით. ჩვენ საზოგადოება ევოლუციას განვიცდით რევოლუციისაკენ? უბრალოდ ყველაზე ცნობილი რევოლუცია საქართველოს ისტორიაში იყო დავით აღმაშენებელი და გიორგი მეორე. ხო? რატომაც არა, ჩვენ თუ გვინდა, ანუ ჩვენ თუ ერი მზად ვართ, იქ ხო დავით აღმაშენებლის გენიაზე არ იდგა, იქ იდგა იმელი გენია მე იქცა მეთქი ის დაბადებული არ იყო. რა თქმა უნდა, ხო, ანუ ის იდგა იმ ტენდენციებზე, რაც ჩინოვნიკები იყო თუ პოლიტიკური ელიტა იყო, მათ განწყობაზე მოვიდა და მათ განწყობაზე მოხდა ეს რევოლუცია, ხო? საკმაოდ არც ისე უსიმპათიო მეფე გიორგი, რომელსაც უბრალოდ რაღაცა აპათია ჰქონდა თუ ბოლოს რაღაცა თუნდაც მობეზდა ბრძოლა, ჩანაცვლა, ხო? 1999 წელს ჩანაცვლა დავით აღმაშენებლის, კი ბატონო. კი, ზუსტად ესე, თუ ჩვენ და ყველას გვაქვს, ყველას გსურს, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან რომ აქვს ურთიერთობა რეგიონებში რომ ჩავდივართ, ყველას გვინდა, ყველა გზნობს რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენცია და გვინდა ენერგია მიმართოთ ქვეყნის მშენებლობაში. სარქვა სისულელეების და ბოდვაში ახლა წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ, როცა ყოველდღე გვესმის ის სისულელე რაც გვესმის. ანუ ეს რა ვიცი ადამიანი ნორმალური ადამიანი ეს ისეთივე ის არის რა წამება როგორც რა ვიცი ფიზიკური ხო რომ აი ეს სისულელე ისმინო ხო და ამაში ხარჯავდე დროს იმაში რომ ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების თავარი გარანტორი ყავდა ქართველი ხალხი მას შეეძლო წასულიყო პოლიტიკიდან და არც დენდროლოგიურ პარკში მიუვარდებოდა ვიღაცა და ეხა აუცილებლად მიუვარდებით და არც მის ტერიტორიას დაარღვევდა არავინ მაგრამ მან ამ უფრო მეტი უსაფრთხოების ზებნაში გადაზარდა თავისი პოლიტიკა რუსული დავალების შესრულებაში და ღალატი ჩაიდინა უზარმაზარი ღალატი ჩვენ ფაქტიურად ყველა ფანჯარა რომელიც ჩვენ გქონდა ეხა და ევროინტეგრაცია რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფაქტიურად გავანულეთ ხო ეს თავიდან გვაქვს ყველაფერი დასაწყები თავიდან სახელმწიფო ასაწყობი თავიდან ეს სახელმწიფო რესპუბლიკა დასაფუძნებელი დიახ გიორგი თავდგირიძე იყო ჩემი სტუმარი უღრმესი მადლობა